დღეს მე მინდა წაგიკითხოთ მეოთხე მეფეთა წიგნიდან ერთი პატარა მონაკვეთი. და ამ მონაკვეთის წაკითხვა და მცირე განმარტების გაკეთება გადავწყვიტე იმის გამო, რომ ესე იგი ელისე წინასწარმეტყველის თავზე გადახდენილი ეს ისტორია განსაკუთრებულად დღეს არის საინტერესო. ყოველთვის საინტერესო იქნება ყველა ადამიანის, მაგრამ დღევანდელ ჩვენ ყოფას ძალიან ეხმიანება ბიბლიის ეს მონაკვეთი და ახლა მთლიანად მეორე თავი, მეოთხე მეფეთა ვარ წავიკითხვა, პატაწინა თქმას გეტყვით, მაინც რომ ვიცოდეთ, რომ სად და როდის ხდება ეს. გახსოვთ თქვენ, რომ იყო დიდი წინასწარმეტყველი ილია, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ძველახტმის ეკლესიაში, დღესაც ჩვენთან ძალიან ბევრი ტაძრებია საქართველოში ძველი, მაგალითად რამოდენიმე ხნის წინ ჩვენ მოსალოცად ვიყავით ხევში და ელიას მთაზე ვიყავით, ხო გას? ანუ ადამიანების მახსოვრობაში ელია რაღაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა თავისი ქალწულებრივი წინასწარმეტყველური და ძალიან ისეთი მოშურნე ცხოვრებისა გამო. და საქართველოში და თქვენ იცით, რომ სახელი ილია ძალიან ისეთი პოპულარულია რა. დიდება უყვარს ჩვენ პატრიარქსაც ელია წინასწარმეტყველის სახელზე ილია უწოდეს, ხო ასე? ხო, მოკლედ ელია წინასწარმეტყველი, როდესაც ქადაგებდა, მას დაუმოწაფდა ერთი კაცი, რომელსაც ერქვა სახელად ელისე. და როდესაც ელია წინასწარმეტყველი სასწაულებრივად ცად ამაღლდა და ხათიც არის ესეთი ლამაზი ალბათ თქვენ ნანახი, ცეცხლოვანი ეტლით როცა მაღლდება მიწიდან ცად ელია წინასწარმეტყველი და თავის ხალენს რო უტოვებს ელისე წინასწარმეტყველს. სად არის ელია წინასწარმეტყველის ხალენი? ცხეთაშია. ამ ქართული მიწა არის უმდიდრესი, ყველანაირი სულიერით განსაკუთრებით გაგებით სვეტიცხოვლის ტაძარში არის დაკრძალული ელია წინასწარმეტყველის ხალენი, რომელიც მან ელისეს დაუტოვა რა. ხო და ელისემ რო ეს ხალენი აიღო და მერე თარათხოვა თავის მოძღვარს, რომ ის მადლი და ნიჭიო, რომელიც შენ გაქო, რომ მომცეო. ხო და ჩვენ გვახსოვს, რომ ელია წინასწარმეტყველმა ხალენი რო დაუტოვა, ელისემ და თავში ახლა საუბარი, მეორე თავში, მეოთხე მეფეთასი, ეს ხალენი მდინარეს დაარტყა, მდინარე გაიყო და გავიდა და მიხვდა ელისე, რომ მასიდანაც გადმოვიდა ის ნიჭი, რომელიც ჰქონდა ელია წინასწარმეტყველს და ამის შემდეგ ელისე წინასწარმეტყველი და ის მონაკვეთი, რომელიც მე მინდა რომ წავიკითხო და მცირე განმარტება გავაკეთო. ამის შემდეგო ელია, წარმოგახსენეთ, მადლს ეზიარა, ასეთი სასწაულებრივი ქმედებები შეასრულა და მისთვის უსაყვარლესი მასწავლებელი ცად ამაღლდა. რაღაც გარკვეულწილად სიხარულიც იყო ელისეს გულში, თან მწუხარებაც იყო, იმიტომ რომ თავის საყვარელ მოძღვარს გაშორდა და ამის შემდეგ მოდის რომ ბეთლემისკენ დაიძრა. აღმარს რომ შეუყვა, პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასინოდნენ, მიზახოდნენ, წადი ქაჩალო. აქ ახლა ერთი რაღაცა შემდეგ კიდე წავიკითხავ ორ მუხლს. მე მინდა გავაკეთოთ პატარა ბიჭებში ვინ იგულისხმება, როგორც ებრაული ენის მცოდნეები ამბობენ, აქი ნაგულისხმება პატარა ბიჭები, მაგრამ პატარა ბიჭებში ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ. არა უასაკო ყრმები, შესაძლებელია 30 წლამდე ახალგაზრდების იგულისხმო, ანუ ყმაწვილი კაცები, რომელიც გამოვიდნენ და დაიწყეს ელისე წინასწარმეტყველის დაცინოდნენ. აქ ახლა სანამ შემდეგ ამ ახალგაზრდებზე დატეხილ უბედურებას ვისაუბრებდით, მინდა გითხრათ, რომ რა იყო ქალაქი ბეთილი. ქალაქი ბეთილი, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, იყო ქალაქი, სადაც იყო ძალიან გავრცელებული კერძთაყვანისმცემლური მსახურებები. ანუ ესენი იყვნენ ახალგაზრდები, რომელიც იზრდებოდნენ არასწორ სულიერ გარემოში. როგორც დღეს ახლა, მაგალითად, დღევანდელობაში რომ გადმოვიდეთ ახლა, თქვენ იცით, რომ ახალგაზრდების რაღაც გარკვეული ნაწილი ოკულტური მსახურებებით არის დაკავებული. და თქვენ ნახეთ, რომ თბილისის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე ოკულტური რიტუალებს უასრულებენ და ზოგ-ზოგი ერთებს ეს
ესე იგი რაღაცა არასერიოზულ და რაღაცა ესე გართობათაც მიაჩნია. ამ დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სამყაროში ორი ძალაა, რომელიც მოქმედებს ადამიანს. ეს არის ღმერთი, რომელიც მადლით, სიყვარულით მოქმედებს ადამიანზე, ცდილობს ადამიანის გამოსწორებას და არის მეორე ძალა, რომელსაც ბოროტი ქვია, რომელიც ცდილობს ადამიანი აცდუნოს, ცუდ გზაზე წაიყვანოს, ცუდი საქციელი ჩაადენოს და მით დააზიანოს. ყოველგვარი ოკულტური მსახურება არ აქვს მნიშვნელობა ვანაირი ესეთი ვითომ ბავშვური თუ რაღაცა ჩანს გარედან. ყველას ასეთ ქმედებაში მოქმედებს სული, რომელიც ნამდვილად არ არის კეთილი სული, იმიტომ რომ ოკულტურ მსახურებებში, სატანისტურ რიტუალებში ღმერთი ვერ იქნება. შესაბამისად იქ ვინ არის? არის ეშმაკი. შესაბამისად ეს ახლა რომ გადავიდეთ ისევე ისტორიულ თხრობაზე და ისტორიულ გარემოზე, სადაც ეს ახალგაზრდები ზრდებოდნენ, ფაქტობრივად ოკულტური მსახურებების ზიარებაში იყვნენ, კერპს ეთაყვანებოდნენ, იქ რაღაცა წარმართულ მისტერიებში ღებულობდნენ ესენი მონაწილეობას, ანუ ფაქტიურად მათთვის ელისე იყო კაცი, რომელიც მიუღებელი იყო მათთვის. ელისე ვინ იყო? ღმერთის წინასწარმეტყველი, ღმერთის მსახური იყო. დღეს ვინ არის ღმერთის მსახურები? ეკლესიის წევრები, მღვდლები, ეპისკოპოსები, დიაკვნები. ხო, როგორც მაშინ ელისეს დასინოვდნენ და შეურაცხყოფენ, ანალოგიური ხდება დღესაც. ანალოგიური ხდებოდა ადრესაც, იქნება უფლის მეორედ მოსვლამდე. და ახლა ელისე წინასწარმეტყველის ქრისტეშობამდე დიდი ხნის წინ მომხდარი ისტორია რო არ მიიყვანოს ადამიანი დასკვნამდე რომ ეს ადრე იყო და ახლა არ არის, გაგახსენებთ რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 100 წლის წინ ანალოგიური რაღაცები ხდებოდა. ახალგაზრდა უღმერთოთა კავშირი, ხო? უღმერთოთა კავშირი, რომელიც საქართველოშიც მრავლად იყვნენ მებრძოლი უღმერთოები, საქართველოშიც მრავლად იყვნენ, დადიოდნენ ქუჩა-ქუჩა, ქალაქ-ქალაქ, შეურაცხყოფას აყენებდნენ სასულიერო, დასინოვდნენ, ეკლესიას ქვებსრობდნენ, ანგრევდნენ, ამტრევდნენ, ჯვრებს შეურაცხყოფდნენ. იგივე ხდება ახლა. რამოდენიმე ხნის წინ თქვენ ნახეთ, რომ როგორ მივარდნენ მებრძოლი უღმერთოები ეკლესიას და როგორ დაუწყეს ეკლესიის მსახურებს ლანძღვა და შეურაცხყოფა. ხო? აგინებდნენ, შეურაცხყოფდნენ. იქ სხვადასხვანაირი გარემო რო ყოფილიყო, მერწმუნეთ, რომ მათ როგორც კომუნისტი უღმერთოები უსწორდებოდნენ სასულიერო პირებს და ხოცავდნენ და ფიზიკურად ანადგურებდნენ, ღმერთთან დაგვიფაროს და მადლობა ღმერთს ასე არ მოხდარა, მაგრამ ზოგ-ზოგიერთ ადამიანის თვალებში ნამდვილად შეიძლება გამოგეკითხათ ზიზღი და სურვილი რომ ეკლესია გაქრეს და მართლაც ინტერნეტ სივრცეში გავშენდა კადრი, სადაც ვიღაცა ერთი ახალგაზრდა იძახის, რომ მეც მინდა ის სამსახური ავიღო, რომ ტანკით გავანადგურებ ეკლესიას და ამისთვის ფულს გადამიხდიან. გესმით? აი ესეთი ადამიანები, ეკლესიის მტრები იყვნენ, არიან და სამწუხაროდ იქნებიან. ახლა ანუ ეს ახალგაზრდები იყვნენ ოკულტური მსახურების ღმერთზე ღმერთის მტერი ახალგაზრდები, რომლებიც ღმერთის მსახურს ელისეს შეურაცხყოფას აყენებენ. და შემდეგ რა ხდება? აი ხვედრი იმ ახალგაზრდებისა, რომელიც ღვთის წინასწარმეტყველს შეურაცხყოფენ. რა მოუვიდათ მათ? უკან მოხედა ელისემ. დაინახა ისინი და უფლის სახელით შეაჩვენა. გამოვიდა ტყიდან 2 დათვი, დაგლიჯეს მათგან 52. იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და კვლავ სამარიაში დაბრუნდა. ანუ ხვედრი ღვთის გმობელების, ეკლესიის და მართალი ადამიანების შეურაცხყოფელის რა იყო? გამოდის ტყიდან 2 დათვი და იმ ხალხს, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ელისეს, აი ესე ანადგურებდა. გესმით, როგორი საშინელი ხვედრი ელოდება ადამიანს, რომელიც ღმერთს შეურაცხყოფს. იმიტომ რომ ელისეში მათ ღმერთს მიაყენეს შეურაცხყოფა. იმიტომ რომ ელისე იყო ღვთის წინასწარმეტყველი და ღმერთის მსახურის შეურაცხყოფას ღმერთი არავის არ აპატიებს და ახლა ისევ ახლო წარსულში რომ გადავიდეთ, ხო? თქვენ იცით რომ საშინელი ხვედრი ღვთათწილად იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიას შეურაცხყოფდნენ, რომლებიც ღვთისმსახურებს აწამებდნენ და აგინებდნენ და ლანძღავდნენ. საშინელი ხვედრი
განუზადა მათ ღმერთმა, საშინელი. თვითონ ღმერთმა კი არა, თვითონ განუზადეს საკუთარ თავს. ისევე როგორც აი ამ ყმაწვილებმა, როცა შეურაცხყოფდნენ ელისეს, ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ მას, მათ თავის თავზე ეს განსასწრებელი მოიწია, ასევე მოიწია იმ კომუნისტებზე და ღმერთმა დაიფაროს ყველა ის ადამიანი, რომლებიც დღესაც ეკლესიას მტრობს. უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს უნიკალური საშუალება, რომლითაც შეძლებენ ისინი საკუთარი არასწორი ქმედების გამოსწორებას, ამას ქვია სინანული, ამას ქვია აღსარება, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია, რომ ღმერთი ღმერთს ვერ დაამარცხებენ, შესაძლებელია ადამიანები, რომლებიც ღმერთს იმსახურებიან, შეურაცხონ, მოკლან, განადგურონ, მაგრამ თვითონ აუცილებლად ამის გამო პასუხს აგებენ. და ჩვენ როგორც ეკლესიის ერთგული შვილები, ადამიანები, რომლებსაც გვაქვს პრეტენზია, რომ ვთქვათ, რომ გვიყვარს ღმერთი, ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, იყავით ფრთხილად, თორემ ეკლესიის შეურაცხყოფა არავის არ შერჩენია და არც არავის არ შერჩება. ხატის განადგურება, რომელიც მოხდა რამოდენიმე ხნის წინ თბილისის ქუჩებში. ახლა ამაზე ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო, წინაპირასაც მინდოდა გითხრა, მაგრამ ავად ვიყავით ამ ფილმს შევძელი. კუბო რომელიც დაწვეს. ეს უკვე ცნობილი ამბავია და უბრალოდ ისე მაინც უნდა დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის, როდესაც ეკლესიას და სიწმინდეს შეურაცხყოფენ, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ პოზიცია დავაფიქსიროთ. ჩვენ არ ვერევით პარალელურ პოლიტიკაში, მაგრამ როდესაც საქმე დგება რწმენაზე, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ღმერთის მხარე დავიჭიროთ. კუბო, რომელზედაც იყო გამოსახული მაცხოვარი იესო ქრისტე, ეს უკვე ფაქტია. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს იყო მოქრისტეო, ერთმა დედაგაცმა თქვა. მე სასულიერო პირებით სამწუხაროდ ზოგიერთი მასაც ამბობენ, რომ თქვენ არ იცით ქრისტე და ქრისტიანობა და ამიტომ მსჯელობთ, თუ ისა იყო ქრისტე. ამ დროს ყველას აქვს ახლა ინტერნეტ საშუალებები, ყველა შეუძლია იმ მაღაზიის საიტზე შესვლა, რომლიდანაც ეს იქნა გამოწერილი და იმ საიტზე, სადაც ეს კუბო იქნა გამოწერილი, ეწერა რომ ეს არის კუბო, რომელზეც არის გამოსახული იესო ქრისტე. რომის პაპზე მეტი კათოლიკი არ უნდა გახდეთ ახლა, რომ იცოდეთ რა. თვითონ და არგუმენტი რომ ჩინეთში ახლა სადგაგებულა ახლა მინდა ამზადებდა ჩინეთში ქრისტეს გამოსახულებას, ესეც უეცრება არის. იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ჩინეთში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობს. შესაძლებელია ჩინეთის მოსახლეობის 1%-ია, მაგრამ ჩინეთის მოსახლეობის 1-2% რამდენ მილიონზეა იცი საუბარი? რამდენ ადამიანზეა საუბარი? ხო და საერთოდ ქრისტიანიც რომ არ იყოს ახლა. ეს არის ჩვეულებრივი მარკეტინგული სვლა, მათ უნდათ ახლა ფული შოვნა და თავისი გადაწყვიტეს რომ გააკეთონ კუბო, რომელზეც იქნება გამოსახული ქრისტე. და სპეციალურად იქნება ეს გამოწერილი. არსებობს ამისი დიდი ეჭვი. და მეც მგონია რომ ეს ბიზანტი მართლაც იქნება გამოწერილი და მთავარი ის არის ხალხი რომელმაც ეს გააკეთა ეს რიტუალური ქმედება შეაიდინა და დაწვა, იმათ არ უთქვიათ რომ ჩვენ მოკლედ ბოდიშვიხტი და ქრისტე კი არ დაგვიწია ჩვენ და არაფერი არ უთქვიათ. სხვები ამართლებენ იმათ რა. როგორც გახსოვთ, როდესაც პარიზში ოლიმპიადა ჩატარდა და გააშარჟეს საიდუმლო სერობა, მაშინ გახსოვთ რომ მაშინაც გამოვიდა ვიღაც სასულიერო პირები და თქვა ეს რომ ალგორითმებზე აღავლავარობ სასულიერო პირები, რომელიც თქვა ეს რომ ეს არ იყო ინსცენირება საიდუმლო სერობის და ასე შემდეგ და თქვენ ეს არ იცით და რა გამოდის იცი? რა გამოდის? გადის ცოტა ხანი და საორგანიზაციო კომიტეტი ბოდიშვიხტის და ამბობს რომ ბოდიშვიხტით რომ თუ ქრისტიანებს შეურაცხყოფ მაგალითად. გამიგეთ? ანუ იმათ ბიზანტი მმართველად საიდუმლო სერობა გააშარჟეს, ამათმა იცოდნენ თუ არ იცოდნენ ფაქტია რომ მაცხოვარი იყო გამოსახული კუბოზე და მით დაწვეს. პლიუს ამას კიდე ოკულტური მსახურება ჩაატარეს, იქ თოჯინას რაღაცა დაჭხლიტეს, ის თოჯინა ვინ იყო და რაღაც არაქარს მნიშვნელობა. თბილისის მთავარ გამზირზე ოკულტური რიტუალი ჩატარდა რა. ეს ერთხელ არა, რამოდენიმეჯერ. მე პლიუს ამას მიწაზე დააგდეს მაისური, ვისი გვარი ეწერა ამას არაქარს მნიშვნელობა, მაისური რომელზედაც არის გამოსახული წმინდა გიორგის გერბი, საქართველოს გერბია წმინდა გიორგის და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კეროძე წმინდა გიორგის გამოსახულებაა. გამოსახული თანამ მაისურზე უამრავი
ჩვენი დროშა 5 ჯვრიანი დროშებია გამოსახული და ხალხი ფეხით შედგა ჯვრას და შეურაცხყოფა მიეყენა. ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფა პატრიოტიზმის ცხოვრწმოფელი ჯვრისა და ამის შემდეგ აქ უკვე გაჩვენება ახლა არ არის სწორი. ღმერთმა ყველა საპატიოს ვისაც სინამდვილე აქვს, ღმერთო ჩვენ მოგიწევთ ზალა რომ ვიდგე ჭეშმარიტებაში და ჩვენ ყოველგვარ ესეთ არაქრისტიანულ ქმედებას გმობთ თავისთავად და ვემიჯნებით და უფალს ვთხოვთ რომ დაიფაროს, დაისვეს ჩვენი ქვეყანა. ხოლო იმ ადამიანებს რომლებიც ნებით უნებურად ამ არასწორ ქმედებებში მიიღეს მონაწილეობა, მოუწოდეთ სინამდვილისკენ და დღეს ჩვენ წავიგეთ მეფეთა წიგნიდან მონაკვეთი, სადაც დავინახეთ რომ უღმერთო ადამიანები, რომლებიც ეკლესიას ებრძვიან, სასულიერო შეურაცხყოფენ, აუცილებლად იქნებიან ღვთისგან პასუხგაცემული. და ღმერთმა დაიფარონ ისეთი მკაცრი პასუხისაგან დაპასუხიც მიიღეს იმ 52 ყმაწვილმა, რომელმაც ღვთის წინასწარმეტყველი ელისე შეურაცხყო. ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ ეკლესიაში როგორ მიუვარდნენ და იქ შეურაცხყოფა მიეყენეს სასულიერო დღესაც. მოგე ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროს, ღმერთმა მშვიდობიანად ამყოფოს ჩვენი ქვეყანა. ამინ.